ფართედ გავრცელებული თანამედროვე ელექტრომოწყობილობა, ადამიანის ფიზიოლოგიური აქტივობის მაჩვენებლის ტრეკერი, ზოგჯერ სიზუსტის და მონაცემთა აგროვების უწყვეტობის პრობლემა გააჩნია. ამას გარდა მომხმარებლისთვის ყოველთვის მოსახერხებელი არ არის, რაც კონსტრუქციულ განსაკუთრებულობასთან არის დაკავშირებული. გულის აქტივობისა და სისხლის წნევის საზომი მოწყობილობა ხშირად ზედმეტად დიდია, ასევე ზედმეტად ხისტი და მოუქნელი, რაც სხეულთან მჭიდრო ხანგრძლივი შეხების უზრუნველყოფის საშუალებას და გაზომვის მაღალ სიზუსტეს არ იძლევა. მისურის უნივერსიტეტის მეცნიერების გუნდმა ბიოელექტრომოწყობილობის შემუშავებაში მნიშვნელოვან წინსვლას მიაღწია. მოწყობილობა კანს ან სხვა ზედაპირს მჭიდროდ ეკვრис და მოხაზულობას სრულად იმეორებს. პროფესორ ჟენიანის ბიოელექტრონიკის ლაბორატორიამ დიაგნოსტიკური მიზნისთვის შექმნა ულტრარბილი, მსუნთქავი წელვადი ნედლეული. ეს არის მრავალი დანიშნულების მქონე ნედლეული, არის ძალიან რბილი, არ აღიზიანებს კანს, ოფლი მის გავლით ადვილად ორთქლდება, მაგრამ ყველაზე დიდი უპირატესობა, რომელსაც კვლევაში აღწერთ, მდგომარეობს გაწელვისას ელექტრომოქმედების სიმტკიცეში. მსგავსი სხვა ნედლეულის მიმართ უპირატესობა მდგომარეობს ადამიანის მოძრაობისას სიგნალის აღნიშვნის საიმედოობაში. გუნდის მიზანი მდგომარეობს, რომ მოწყობილობამ პაციენტის ჯანმრთელობის კომპლექსური სურათი შექმნას, ნედლეულის ხანგრძლივადიანი თვითკონტროლის მეშვეობით და მიღებული მონაცემების ექიმისთვის უსადენო გადაცემა უნდა მოახდინოს. მრავალწლიანი კვლევის შემდეგ მეცნიერები მთავარ დავალებას გაუმკლავდნენ. მიაღწიეს ბიონედლეულთან შეუფერხებელი უსადენო კავშირის შექმნას, ასევე უსადენო დამოხტვის შესაძლებლობაც გააჩნია. ყველაფერი კი მოწყობილობის აქტიური გამოყენებისას ხდება. ანუ ადამიანის მოძრაობის მიხედვით მისი მდგომარეობის ცვლილების დროს მონაცემების აგროვების ხერხი არ ზიანდება. ამგვარი სიმტკიცე განპირობებულია მოწყობილობაში ჩასმული მრავალმასშტაბური ფოროვანი პოლიმერული მატრიცებით, რომელიც გეომეტრიის ცვლილებასთან შეგვებადია და ხისტი გამტარის შემავსებლით დაძაბულობას ფანტავს. ნედლეული უნიკალურია და ფართო გამოყენებისთვის ჯერჯერობით ხელმისაწვდომი არ არის. თუმცა ყველა წვრილმანის გამხელის გარეშე პროფესორი ამბობს, რომ მის დასამზადებლად ნედლეული ადვილად მოიძებნება. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ნედლეული ახალია, მისი საწყისი სახე, ანუ ნედლეული, რომელსაც ვიყენებთ, უკვე იყიდება, რაც ნიშნავს, რომ ჩვენი ნედლეულის ბაზარზე გასვლის გზაც მარტივი იქნება. ნედლეულში განხორციელებულია მცირე რადიომოქმედების მონაცემების უსადენო გადაცემის ტექნოლოგია, რომელიც ახლოს მდებარე მოწყობილობებს შორის მონაცემების მიმოცვლის შესაძლებლობას იძლევა. მიუხედავად იმისა, რომ ნედლეული კანზე გამოსაყენებლად მუშავდებოდა, გუნდი ასევე სწავლობს მისი იმპლანტებში გამოყენების შესაძლებლობებს, მაგალითად კარდიოსტიმულატორის სახით. რბილი ნედლეული უშუალოდ გულის ზედაპირზე განთავსების საშუალებას მოგცემს და ექიმები მეტად დროულ და ზუსტ სიგნალს მიიღებენ, რაც გულის პრობლემის ადრეულ გამოვლენას გამოიწვევს. მიუხედავად ფიზიოლოგიური მაჩვენებლების აღნიშვნის მრავალფეროვნებისა, მოწყობილობას პირველად ზუსტად რომ გულის დაავადების დიაგნოსტიკაში გამოიყენებენ. გულის დაავადება აშშ-ში უდიდესი პრობლემაა და სიკვდილიანობის მთავარი მიზეზი. თუმცა ამჟამინდელი მოწყობილობები მათზე მოქმედ ხარვეზების გავლენას ვერ უმკლავდება. მოძრაობაში სიგნალს ვერ აღნიშნავს. გეგმავთ ახალი ნედლეულის გამოყენებას იმისთვის, რომ მის საფუძველზე გავაკეთოთ გულის აქტივობის სტაბილური გადასატანი მონიტორი, რომელსაც გულის ელექტრო და მექანიკური სიგნალების აღნიშვნა შეუძლია უწყვეტად. ახალი ნედლეულისგან გულის აქტივობის მონიტორის შემუშავება უკვე მიმდინარეობს, მაგრამ არტერიული წნევა და გულის ელექტროაქტივობა ერთადერთი ფუნქციები არ არის, რომლითაც შეიძლება მომავალში აღიჭურვოს ამგვარი მოქნილი მოწყობილობა. სხვა მაჩვენებლების აგროვებაზე დაყრდნობით შეიძლება სხვა დაავადებების მიკვლევა და დიაგნოსტიკაც.